საქართველოში სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მკურნალობა იქნება შესაძლებელი. თბილისის სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში რადიოლოგიური ონკოლოგიის დეპარტამენტში ტომოგრაფიის ახალი კაბინეტი გაიხსნა. დამონტაჟებული აპარატური დღეს ჯანდაცვის მინისტრს დაინტერესდა. ტომოგრაფიის ახალი სისტემა საშუალებას იძლევა კიბოს დაავადებებისაგან განკურნების მაჩვენებელი გაიზარდოს. საქართველო ერთადერთია მთელ სამიერ-კავკასიაში, სადაც ახალი აპარატი დამონტაჟდა. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. ამჟამად კლინიკაში 480 ადამიანი დასაქმებულია. ინგოროკვას კლინიკაში არის ონკოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის სრულიად ახალი აპარატი, რომელსაც კიდევ ახალ ეტაპზე გადაჰყავს ქართული მედიცინა ამ სფეროში. მადლობა უნდა უთხრათ ბატონ გოჩას იმისათვის, რომ შესაძლებელი ექნებათ ქართულ პაციენტებს ის დიაგნოსტიკა, ვისთვისაც ადრე უნდა წასულიყვნენ თურქეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ჩაიტარონ საქართველოში.